მოგესალმებით მეგობრებო. ქრისტე აღსდგა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რავალს დაესწარით. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ, ვინც არ იცით, იწყება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობასა და თავისუფალ სტილის ჭიდაობაში. და მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩამეწერა მსგავსი ვიდეო, სადაც გაგაცნობდით უშუალოდ ჩვენს ნაკრებს, ჩვენს მაგარ ბიჭებს. ასე რომ დავიწყოთ. ჩემს ლეპტოპს მოვიმარჯვებ ახლა, რაც დამეხმარება უშუალოდ იმაში, რომ შეცდომა არ დაუგუშვა ნაკრების გამოცხადების დროს. ჩემს მობილურსაც. ევროპის ჩემპიონატი, ჩემო მეგობრებო, არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატი ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებითაც გეუბნებით, იმიტომ რომ მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, მართალია ეს ახალგაზრდულ ასაკში და არა დიდებში და დიდები დამიჯერეთ დარწმუნებული ვარ მეც, რომ ბევრად რთულია. ასე რომ დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც შედეგებს დებს ასეთ შეჯიბრებებზე. და ხო, ძალიან რთული ჩემპიონატია, ევროპის ჩემპიონატი. გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანი ქვეყნები ჭიდაობის სკოლებისა უმეტესობა უკვე ევროპაშია, ასე რომ კონკურენცია ყოველთვის მაღალია. ეხლა კი გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეულ წონას გაჩვენებთ, ჩვენს ნაკრებს გაჩვენებთ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობას გაჩვენებთ. და ნახოთ აბა ვინები არიან, ნუ მე კი ვიცი, მაგრამ თქვენც მინდა რომ იცოდეთ რა უფრო ახლო, რომ ყველა არის ძალიან ღირსეული ქართველი და ადამიანები, რომლებიც შრომობენ ძალიან ბევრს იმისთვის, რომ საქართველოს დრო შეაფრიალონ და იყვნენ უმაღლეს კვარცხლბეკზე, რაც რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანისთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის იქნება უდიდესი სიამაყე და უდიდესი მიღწევა. მოკლედ დავიწყოთ. ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, ჩემო მეგობრებო, გადანაწილდა ესე. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გვყავს წინა წლის აღმოჩენა ვახტანგ ლოლუა, რომელმაც შეძლო, არ ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელიც კი, იმიტომ რომ 18 წლის ასაკში გახდა დიდების მსოფლიოს ჩემპიონი. თან ისეთ წონით კატეგორიაში, სადაც აზერბაიჯანელი აზიზლი ასპარეზობს, არის ძალიან დიდი მიღწევა და ამ ადამიანმა ძალიან დიდი შრომის შედეგად, რა თქმა უნდა, გახდა დიდების მსოფლიოს ჩემპიონი. და ისიც აღსანიშნავია, რომ გამარჯვება მიუძღვნა თავის ძალიან ახლო მეგობარს და ასევე ჩემს მეგობარს, რომელმაც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ნუზარ წურწუმიას, რომელიც ლეგენდა იყო ამ სპორტის და ლეგენდა იყო ამ წონის. და ხო, აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად იგივე წონით კატეგორიაში ერთი კუთხის შვილებმა ჯერ იყო ნუზარ წურწუმია, ეხლა კი ვახტანგ ლოლუამ ააფრიალეს საქართველოს დროშა და დიდების მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ასევე ლოლუამ წინა წელს ახალგაზრდულ ასაკშიც დააგროვა მედლები და ევროპის ჩემპიონატიც აიღო ბრინჯაო, საიდანაც უკვე დამყარდა იმედები, რომ მსოფლიოზე დიდ შედეგს გააკეთებდა. ასე რომ მოკითხვა ჩემგან ახოს და წარმატებები შემოძმაო და მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ეხლა უკვე ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც მიუმატებ და ძალიან გულშემატკივრობ, ძალიან გაფასებ და მთელი გულით გისურვებ ჩემოძმაო წარმატებებს. გადავედით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც გვყავს ჩვენი ბორჯომელი დიმიტრი ხაჩიძე, უძლიერესი სპორტსმენი, ძალიან მაგარი ბიჭი. დიმამ წინა წელს სხვათა შორის 23 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ალბანეთში ჩატარდა. და ასევე 20 წლამდელებშიც 2022 წელს აქვს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის медаლი მოპოვებული და იქამდე ჭაბუკებშიც აქვს ევროპის ჩემპიონატი მოგებული, ხოლო დიდების ევროპის ჩემპიონატზე თუ არ ვწდები და ბოდიში თუ ვწდები, მისი დებიუტი იქნება და წარმატებებს გისურვებ ჩემოძმაო და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ შენ მაქსიმუმს გააკეთებ ამ შეჯიბრებაზე, შენ აუცილებლად მედლით დაუბრუნდები შენს მიწა წყალს, ასე რომ მოგითხვა ჩემგან ასევე და წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე. ახლა გადავიდეთ 63 კილოგრამ წონით კატეგორიაზე, სადაც ბათუმელი ფრიდონ აბულაძე იასპარეზებს და ასევე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ეს ახალი წონა არის ფრიდონისთვის და პირველად იასპარეზა წელს 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი ტურნირი იქნება ესეც საერთაშორისო ასპარეზზე, ასე ვთქვათ. ხო, რაც შეეხება ფრიდონის შედეგებს, ის არის ორგზის ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში, ასევე 23 წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია და ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორიც გახლავთ 23 წლამდელების 2024 წელს, რომელიც ალბანეთში ჩატარდა. ოღონდ ეს ყველაფერი იყო 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ახლა კი ახალი გამოწვევა, ახალი წონა, ასე რომ წარმატებები შემოძმაო და მე იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა, ოქროთი დაგვიბრუნდები და შენს ახალ წონასაც უკვე შემატებ მედლებს. ასე რომ წარმატებები.
გადავიდეთ 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ყავს ბათუმელი ლომი დიეგო ჩხიკვაძე, რომელიც არის ძალიან მაგარი სპორტსმენი და ჩემთვის აი ერთ-ერთი თუ მეკითხებიან აი ვისი სტილი მოგწონს ჭიდაობაში, ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი არის დიეგო ჩხიკვაძე და მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრაც მაქვს ნაჭიდავები, სადაც საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოგვივიდა და სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ რა თქმა უნდა 6-5 დამამარცხა, ეს იყო ესტონეთის ტურნირის ფინალში. ხო, ეხლა მოკლედ, დიეგო ჩხიკვაძე არის 23 წლამდელების ევროპის ჩემპიონი, ასევე ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონი, ასევე ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონი, ასე რომ დიეგოს მედლები არ აკლია, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც არის და ვიმედოვნებ, რომ დიდების პირველ მედალსაც წამოიღებს სახლში ევროპის ჩემპიონატიდან. ასე რომ წარმატებები შემოზმაო, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ვიცი, როგორი სპორტსმენიც ხარ, ვიცი რა ძლიერის ხარ და დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია ძალიან ჩვეულებრივად, რომ დადო ის შედეგი, რაც შენ გინდა და რაც შენს ქვეყანას გაუხარდება. ოჰო, ახლა კი გადავიდეთ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ჩემი ძმა და მეგობარი, ჩემი ძმაკაცი, ბატონი იური ლომაძე, თქვენთვის კარგად ნაცნობი ჭიდაობის მარადონა იასპარეზებს. და მე არ შემიძლია აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, როცა იურის ან ვარჯიში მიწევს, ან ზოგადად ადამიანი არის ისეთი, რომელთანაც არაფერი არ მოგწყინდება და ყოველთვის ასეთი ადამიანის, რა თქმა უნდა, წარმატება გაგიხარდება. ასე რომ ხო, ამ ადამიანურ ფაქტორებთან ერთად იური არის ყველაზე ტექნიკური მოჭიდავე, შეიძლება ითქვას, დღევანდელ ჭიდაობაში. მისი ჭიდაობა არის ყოველთვის სანახაობრივი და არ მგონია, რომ რომელიმე მაყურებელი, ვინც მის ჭიდაობას ნახავს, დარჩეს რაღაცა დანაკლისის ქვეშ, იმიტომ რომ იურის ჭიდაობა გაძლევს ყველაფერ იმას, რაც დღეს წესით ჭირდება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას. ხო, შედეგებს რაც შეეხება იურის აქვს საკმაოდ ბევრი მედლები აქვს იურის. შარშან მოიგო ორივე სარეიტინგო ტურნირი 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თუმცა სამწუხაროდ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლები ვერ წამოიღო. თუმცა არაუშავს, ესეც ხდება ხოლმე, ასევე 77 კილოგრამშიც აქვს იურის ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოპოვებული, ასე რომ წელს მე იმედი მაქვს, რომ ამდენხნიანი შრომა და ამდენხნიანი აი ზედა ლეველზე ყოფნა შედეგს გამოიღებს და ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდები ჩემო, ასე რომ მოკითხვა ჩემგან და მთელი ოზურგეთი და მთელი გურია გულშემატკივრობს ჩემო, შენც იცი ეგ, ასე რომ დასცხე. ეხლა გადავიდეთ 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ასევე აჭარელი ლომი რამაზ ზოიძე იასპარეზებს. რამაზ ზოიძემ ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა, რაც ბერძნულ-რომაული სტილის სპორტსმენისთვის არის ძალიან დიდი მიღწევა და ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე აი ერთი ნაბიჯი დააკლდა, რომ მედალი გაიღო. თუმცა არაუშავს, ესეც ხდება და ეხლა სხვათა შორის რამაზმა 67 კილოგრამი წონით კატეგორიიდან გადაინაცვლა 77-ში, რაც საკმაოდ დიდი ნახტომია, თუმცა ამის მიუხედავად შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო და ეს რა ვიცი ძალიან დიდი შედეგია, როცა ახალ წონაში გადადიხარ და წელს ვფიქრობ უფრო შეგვებულია ამ წონას, ბევრი ტურნირი აქვს, უფრო ნაჭიდავები, დიდი გამოცდილება მიიღო და წესით უკვე აღარ უნდა გაუჭირდეს მედლების გაკეთება რამ. ასე რომ წარმატებები რამას და მე დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა დანარჩენი ბიჭები, შენც ისე მედლით დაბრუნდები სახლში და ვიმედოვნებ, რომ ეს მედალი იქნება ოქრო და არა ვერცხლი და ბრინჯაო. ასე რომ წარმატებები ჩემო ძმაო. გადავიდეთ 82 კილოგრამ წონით კატეგორიაზე, სადაც ასევე ბათუმელი ლომი, ბათუმელი გელა ბულქვაძე იასპარეზებს. გელა ბულქვაძე არის 31 წლის ქართველი სპორტსმენი, რომელიც არის დისციპლინის და შრომის მაგალითი. შეაფასე გელო დღევანდელი ჩვენი ფიზიკური ვარჯიში. გაიღალე? რა თქმა უნდა, დავიღალე, ყოველი ვარჯიში ვიღალე მე. ის დავიღალე, ძალიან მაგარი ვარჯიშია. რაც შეიძლება ისე ყვა. დაუღლელი შედეგი არ არსებობს, ხო იცი? რომელიც არის სპორტსმენი როგორი უნდა იყოს, შეგიძლია მიიღო მაგალითი გელასგან რა. მე ხშირად უყურებ შეკრებებზე როცა ვარ
და ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითი უნდა აიღო ასეთი სპორტსმენისგან რა. ასეთი სპორტსმენები ქმნიან დღეს მომავალი თაობისთვის ზუსტად იმ სწორ მაგალითებს, რომლებიც უკვე შედეგებზეც ისახება რა. გელა არის უძლიერესი სპორტსმენი, ასევე უნდა აღნიშნოს, რომ მეორე ნომერია მსოფლიო რეიტინგში 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რაც მის სტაბილურობას უსმენს ხაზს რა, ის ყოველ ჩემპიონატზე, აი იქნება ეს ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, ყოველთვის მედალს იღებს, რაც რთულია დღევანდელ ჭიდაობაში, ძალიან რთულია და ეხაც როცა ვუყურებ აი მის რეზიუმეს, დაწყებული, რავი, ყოველი წლის გრაფაში მედალი, ან ორი მედალი მაინც წერია, ასე რომ ეს უდიდესი მიღწევაა და იმედი მაქვს, რომ გელა შენც ჩემო ძმაო, ოქროთი დაგვიბრუნდები სახლში, ასე რომ წარმატებები აქედანაც რა, რაც შემიძლია, ტელეგულით გისურვო არის ის, რომ წარმატებები. და მეგობრებო, გადავიდეთ 87 კილოგრამ წონით კატეგორიაზე, სადაც ასევე ბათუმელი ლომი ამრავლოდ ვიჭებ ღმერთმა. ბატონი ლაშა გობაძე, 32 წლის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი და მსოფლიოს ჩემპიონი. იასპარეზეს 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელმაც აი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნუგზარ წურწუმიასთან ერთად 2019 წელს შეძლო და გახდა 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი და ეს იყო მახსოვს ბაში პატარა ვიყავი შედარებით ძალიან დიდი შედეგი ჩვენთვის, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი და ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ჩემპიონი გაგვიხდა, რაც არ ვიცი, ძალიან დიდი შედეგი იყო და ძალიან სასიხარულო იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის. ხო, რაც შეეხება ლაშას, ლაშა არის ოლიმპიური თამაშების მონაწილეც, ასევე და ლაშასთვის ესეც ახალი წონა 87 კილოგრამი. უმეტესი მედლები ლაშას რაც აქვს, ეს არის 82 კილოგრამი, სადაც როგორც გითხარით, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, თუმცა 87-შიც არაკლია ლაშას მედლები და მიღწევები, ასე რომ ამ ევროპის ჩემპიონატზეც ერთ-ერთი ფავორიტია ლაშა თავის ზონაში, რა თქმა უნდა და მე როგორც სხვა ბიჭებთან, რა თქმა უნდა, ლაშას შემთხვევაშიც ვიმედოვნებ, რომ ოქროთ დაბრუნებულიყავი სახლში და აგეხარებინოს შენი ოჯახი პირველ რიგში და შენი ქვეყანა და შენი კუთხე, შენი აჭარა ჩემო ძმაო. ახლა გადავიდეთ 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც სამტრედიელი გიორგი მელია. როდის ჩავა სამტრედიაში დავისვენებ არ შემილია ამერიკაში. შეიძლება რომ კიდევ ერთი ოქრო შემატოს თავის კარიერას. გიორგი არის მეოთხე ნომერი მსოფლიო რეიტინგში, ასევე გიორგი არის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სადაც როგორც რამას გიორგისაც ერთი შეხვედრა დააკვდა იმისთვის, რომ ოლიმპიური მედალი გაეკეთებინა. და ხო, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან რთულია და ძალიან დიდია კონკურენცია ჩვენ სპორტში, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. და ის თითოეული მედალი, რასაც ბიჭები აკეთებენ, სწორედ ამიტომ არის ძალიან დასაფასებელი. გიორგი შარშან 2025 წელს სარეიტინგო ტურნირზე აიღო ვერცხლის მედალი, შემდეგ მოიგო ტურნირი უნგრეთში და გიორგი წელს უკვე ეცდება, რომ 2026 წელს გახდეს ევროპის ჩემპიონი და ჩემი აზრით, როგორც სხვა ბიჭებს, რა თქმა უნდა, გიორგისაც ძალიან დიდი შანსი აქვს ამის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფავორიტია თავისი ზონის. და მისი გამორჩეული სტილიც ყველაფერზე მეტყველებს, საკმაოდ კარგი ლეთებს აკეთებს, იმის მიუხედავად რომ ის არის 97 კილოგრამის მოჭიდავე და მასიურია და მოგეხსენებათ უმეტესობა მასიური სპორტსმენებისა არ გამოირჩევიან დიდად ილეთებით, თუმცა გიორგის აქვს თავისი კაროლი ილეთი, რომელსაც ბევრს უკეთებს ხოლმე, ასე რომ წარმატებები შემოიწყო. და ბოლო მეგობრებო, გავდივართ ფინიშში. მივადექით 130 კილოგრამ წონით კატეგორიას, სადაც ქუთაისელი სულხან ბუიძე შეეცდება, რომ თავისი ქვეყნის სახელი გაიტანოს ასპარეზზე და მედალი შემატოს როგორც თავის კარიერას, ასევე თავის ქვეყანას და თავის ოჯახს ჩამოუტანოს მედალი იქიდან. ბუიძე არის 30 წლის, ჩემო მეგობრებო. საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც საქართველოს ნაკრებშია და გამოცდილი სპორტსმენია, ასე რომ ნახოთ რა როგორ რა იქნება. იმედი მაქვს, რომ წარმატებები იქნება ჩემო ძმაო და წარმატებით იასპარეზებ ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ მოკითხვა ჩემგან და რავი, მთელი გულით გისურვებ წარმატებებს. და მეგობრებო, ნელ-ნელა გავედით ფინიშში.
მე არ შევეხე ხა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ბიჭებს. არა, იმიტომ რომ მათ წარმატებებს არ უსურებ, არამედ იმიტომ რომ მე არ ვიცნობ ისე კარგად მაგ ბიჭებს და რავი რაღაც ვერ ვიქნებოდი კომფორტულად რომ ესე ზედაპირულად მესაუბრა ამ ყველაფერზე. თუმცა მე ვისაც ვიცნობდი და ვინც უშუალოდ ვიცი რასაც წარმოადგენენ ეს ბიჭებია, ვინც ახლა გაჩვენეთ და ჩვენ რა დაგვრჩენია იმის მეტი რომ წარმატებები ვუსურვოთ ამ ბიჭებს. ბიჭებო, მთელი გულით გისურვებ წარმატებებს, ღმერთი თქვენკენ. მე ვიცი ამ ხელაში რომ ასაზრდებთ ამ საქმეში და იმედი მაქვს რომ ღვთისყალობით ყველაფერი დაგიფასდებათ და ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ მედალს ჩამოუტანთ, ასე რომ წარმატებები და წარმატებები. ჩვენ კი მეგობრებო გავედით უკვე ფინიშში. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, მადლობა ყველას, ვინც აქტიურობთ არხზე, გამოიწერეთ არხი აქვე გეტყვით და ლაიქეთ ვიდეოები და შემდეგ ვიდეოებსაც მალ-მალე მოგაყრით. და იმედი მაქვს შემდეგი ვიდეო უკვე ამ ბიჭების მედლების დათვლის იქნება რა, ასე რომ კარგად.